სკოლებში გაკვეთილის მიმდინარეობისას მობილური ტელეფონის გამოყენება მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებსაც აეკრძალებათ. Interpress News განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეებს პირადი მაგალითი უნდა მისცენ. ფიზიკური დაპირისპირება ძალოვანი უწყების თანამშრომლებს შორის პროკურატურის ცნობით ტყიბულში ერთ-ერთ რესტორანში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თანმხლებ პირებთან ერთად დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლითაა დაწყებული. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ომის გვერდი დახურეს, თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა და ფაშინიანმა 9 აგვისტოს ტრამპის შუამავლობით ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას ხელი თეთრ სახლში მოაწერეს. შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვაში რიგით მეშვიდე ნავთობ-ტანკერი დააკავა. გემი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი იყო და სანქციების გვერდის ავლით ვენესუელური ნავთობი უკანონოდ გადაჰქონდა. ამერიკა ნატოს რამდენიმე მთავარ სამეთაურო ცენტრში პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას როიტერსის საკითხთან დაკავშირებულ სამწყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამან შესაძლოა ევროპაში ვაშინგტონის ალიანსისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით შეშფოთება გაამწვავოს, განუცხადეს გამოცემას წყაროებმა.